მოგლეთ მოგესალმებით ყველას რა. სოფელი ზოდის მაცხოვრებლებს და არა მარტო. სრულიად გაჭირებულ გაუბედურებულ ქვეყანას რა. ესე იგი 2 წელიწადია წასული ვარ და არის მოდა რა, ვეღარ მოვახერხე ჩამოსვლა და შეჩერებულები იყვნენ. ეხლა ისევე დაიწყეს ამოღებები მარგანეცის და არ ჩერდებიან რა. რა ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი რა. რა ეშველება ამას. რა ნახეს ესეთი რომ აღარ ჩერდებიან. არ აძლევენ მოსახლეობას შვიდად სიცოცხლის უფლებას. შვიდად ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ და რა ვიცი აბა. აგერ აკი ხედავთ. მე რამდენი რეისი გააქვთ, უკვე არ ვიცი. არ ვიცი, არ ჩერდებიან რა. იღებენ ჩვეულებრივად მარგანეცს. რაც საფრთხეს უქმნის სოფლის არსებობას რა. ხო, გამოდი არ დაგეჯახ. სამართლ დანაშაული მეტი რა უნდა დემეფოს. ჩვეულებრივად ძირს უთხრიან კავლეჩე სოფელს რა. ამოხსნა. ძირს გამოცხადა ეს ამოხსნა. ანადგურებენ ჩვეულებრივად რა. რის ფასად აზრი არა ვარ რა. მე რამდენი რეისი გაგაქვს კაცური კაცი? 1-10 რეისი გაიტანე დღეს? 5 მაინც ხო გაიტანე? ო. ეს რა შუაშია, მაგრამ აგერ აი აღარც საძუარი უნდა ამ ხალხს, აღარც სოფელში ცხოვრება უნდა. აღარც არსებობა არ უნდა. ის მაგამაგებია საშიშროება როა. საშიშროება არის ეს სულ. ეს ყველაფერი მაგრამ ის სიბიტო ხელი. რა ვიცი? მოხარებულია. კანონმდებლობა მიიღეს ისეთი რომ გამხმარი ფოთლები რო დაწვათო 5000 ლარით და გაჯარიმებთო და ამაზე არც გარემოს დაცვა თანჟე 2 ნახე ეს 2 ტრაქტორი იყო ჩაყენებული. წეღან 1 იყო, ახლა 2 ჩაუყენებიათ რა. ისი ხნაგაფე. იგინები, ნუილანძღები. აგერა. 1 არ ყოფნიდათ, ეხა 2 ტრაქტორი იყო ჩაყენებული. ოქროს საბადოს მიაგნეს. შავი ოქროს ქალაქი, შავი ოქროს სოფელი არ ჩერდებიან რა. რათ უნდა ჩანს მამი აქედანაც? აგერა. მინდა შეგახსენოთ რომ 2 წლის უკან შევაგროვეთ ჩვეულებრივად ხელმოწერები. მთელი სოფელი იყო წინააღმდეგი რომ შეწყდებოდა ეს ზედაპირული მოპოვება მარგანეცების, მაგრამ აღარ ჩერდებიან, მაინც აზრი არ აქვს რა. ანუ დარჩა ცარიელი სიტყვები ფარატინა ფურცელზე რა. პასუხის გამცემი არ. არავინ არ არის პასუხის გამცემი. გარემოს დაცვას ჩვენთვის არ ცალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირბადეების შეგროვებით არის დაკავებული, პირბადეების ამოღებით არის დაკავებული და საცალია მაგას ქვეყნისთვის და სოფლისთვის და ხალხისთვის. სუს კიდე ცალკე თავსად კი ვარი აქ, სად რა ხდება კაცმა არ იცის. არ კითხულობს არავინ და კაცის შვილი არ კითხულობს რა ხდება რა. ჩემი შვილების და შვილიშვილების ხარჯზე არავის არ მიცემ ნებას. სიკვდილის პირზე რომ მივიდე მაინც. აი ესე უდა. სოფელში ხალხი ხმას არ იღებს, პირდაპირ არ გამოდის წეხან გამოვკითხე რამოდენიმე მოსახლე, რამოდენიმე ადამიანის მაუ და იძახიან რომ ჩვენ ხმარო ამოვიღოთო, გვეუნებიანო, გვემუხრებიანო, რომ გავაგდებთო სამსახურებიდან არ დაგავიწყდეს სად მუშაობო. კიცება რა თუნა? ხო და იძახიან რომ გავაგდებთ სამსახურიდანო. ხალხი წინააღმდეგია.
შეშინებულია, გარეთ ვერ გამოდის. რო ის 2 კაპიკი ლუკმაპური არ დაკარგონ და სამსახურებიდან არ გამოყარონ. ესეთი მდგომარეობა არის. აგერა 2 წლის წინ მქონა გადაღებული და აი რას დაამსგავს ეს შეხედე ქვევიტკენ ხელი გადის მოწყვლადი ადგილია, ზავშარი ადგილია ეს ცოცავი მიწაა და რავი ნახევარი სოფელი წასულია ალბათ, რავი რამდენიმე დატოვა კიდე წელს. სახკარი მიატოვა და წავიდა, სად წავიდა არ ვიცი. ხო და რა შეუნებიან ამ ხალხს? სად უშვებენ, რის პირობას აძლევენ, ვინ არის პასუხისმგებელი? კაციშვილი არ არის, რავი. დავრეკე ვინც არის წეღან გავესაუბრე, ვინც იღებს ამ იმას და ეგ ადგილიო არავისი არ არისო, პასუხი გამცა ტრესტი იღებს მაგასო. შეხვდეთო დავილაპარაკოთო, რას ნიშნავს შეხვედრა და დალაპარაკება არ ვიცი მე. ხო და რა ვიცი, რაზე უნდა ვესაუბრო ვინმეს? რა აზრი აქვს საუბარს არ ვიცი. აგერ ნახე მთელი კლდი აიღეს, მთელი ის მოხსნეს ჩვეულებრივად და იღებენ მარგანეცებს ჩვეულებრივად გააქვთ. სოფლის განადგურების ხარჯზე. აქედან ცხოვრობთ სადღაც 200 მეტრში. აი იმ გორაკ ფერდობის ზემოთკენ ცხოვრობ. ეგ. ხო. აგერა. ისაუბრე რა თუნდა მოცემა აგერა. ფიფასებო. ამას თუ ხალხის ზრუნვა ქვია, ამას თუ ქვეყანა ქვია, მე არ ვიცი. რას არქებთ ამას? ღელე ჩადის, ღელე. აი ნახე მოშავებული ადგილი ამას გაასწორებს ვინმე? სეისმურად ესე იგი აქტიური ზონაა. კიდე მოდის სეისმურად. მანქანები. სეისმურად ადგილია ისა. მე მეწყერი, მეტი უბედურება გინახავთ ხალხო მე ვინმე აღარ საზოვას ტოვებენ, აღარ სახს უტოვებენ, ხალხს აღარ სპორტს არაფერს. საპირისპირო დამიწკიცოთ და დამიწვილეთ, დამხრდეთ უგნათ. ნახეთ ეს. აი ნახეთ. ეს ნახეთ. იმის ფონზე, როდესაც გარემოს დაცვა. ეს საშიშია. გარემოს დაცვა ავრცელებს განცხადებას. პასუხი არ გაუჩიათ. ფოთლების დაწვის ხარჯზე არავინ დაწვათ. ფოთოლი 5,000 ლარია ჯარიმა ხალხს დააზიანებს, ფილტვებს დაუზიანებს. რამე ქვია? ამას უბედურება არ ქვია? ამას აგერა 1-2 აქ დგას. ერთი აქ მოდის. ამას რა ქვია? ამას გეკითხებით მე თქვენ. ეს საშიშება ხები რო ჩაკეთო, დაგვაქვს წყალი კაცო. ეგრე შეიძლება უპატრონობა. ვისთან დავაშალოთ, რატანა ჩაურნებო. ბოდიში მონანიება რაღაცა. ყველა სპირიატერია, იმის ბიძაშვილია, ამის მამიდაშვილია და ო ის ბიძაშვილი, იმის მამიდაშვილი, იმის ნათესავია. რავი, აგერა მე რამდენი რეისი მე გააქვთ უკვე არ ვიცი. უშაობე და არ შევდებია. მე ვინახე. პირველი ხარისხის მარგანეცი მიაქვთ. მილიონებს შეულებენ ხალხი ავადმყოფდება, ოკუპაციენტების რაოდენობა იზრდება. ბატონმა საჯველადემ თითრუსების იმას თუ კი ამოწმე. მობძანდით სიგი აიღო აკრო. ვიხოთ ნახეთ რა ხდება. ონკოლოგია მეტი რა გინდა კაცო? რა გინდა ჯოჯოხეთი ამნაირი გინდა ხატობა ნახეთ, ამ მდგომარეობა ნახეთ. ერთად ასწრებენ კაცო. ესე შეიძლება ეგეთი ამის მოთქვენა შეიძლება კაცო? ზოგადად ღია კარიერული წესით მოპოვება მარგანეცის არის ყოვლად მიზანი. ხელები ნახე, შეუწონავი და დაუშვებელია. არც მეტრიანი ამისი ღრმულები ნახეთ. ორი ძროხად ეიქროს არჩანს. ადამიანები ცალკე იხშობიან, იღუპებიან და იმათ რა ვიცი როგორ აჩერებენ, აჩუმებენ არ ვიცი. ხალხზე ზრუნვა ქვია? ამას თუ სახელმწიფოში ამას ვინმე ჩადის ამ საქმეს მე არ ვიცი. რომელი კანონი, რა კანონი, ვის სამართალი? 2 წელიწადი იყვნენ გაჩერებულები ხელმოწერები შევაგროვეთ, მაგრამ სრულიად აზრი არ აქვს რა. მე პირდაპირ მიმართავ ახლა ბატონ მამუკა დინარაძეს. ბატონ სუსის უფროს შეისწავლეთ ჭიათურის მაფიის მამაძაღლობა. ცხობთ უმერქვილესად მიმართავ ჩემგან პატივცემულ გოგა ხაინდრავას. ფილმი მეტი რა გინდა მობძანდით გენაცარ გეძეიქეთ რა მდგომარეობა რა ჯოჯოხეთი ვარ ნახეთ ბატონო ნახეთ გენაცარ აი გენდობი ბატონო გოგა ჩემთან არაფერს აქ მოდის მოპატივცებ გენაცარო ჩემი თავი გაფასებ
და პატიშეს. მოდი და გეძეიგეთ ეს რომელ სამართალში იზრდება მითხარით. ამიხსენის ბიუროკრატია ხო გადაიღე ბატონო გოგა. ამიხსენის. ახლა რა. რავი, ამას რა დააქვე, რისიკრატია არის ეს, რა ვიცი, მე მოიდა გადაიღე, აბა. მაგარი ფილმი. მოსავდება საწევიზე ჩვენ, ესე რატომ ღუპა? ისთვის რა დავაჩვენე? ამნაირო. აი ნახეთ გომარეობა რა არის. ესაა სამართალი, ესაა საქართველოს ჩატე იქცევია. ასე იქცევია. მოდი იქნება აქ ჩადოთ ეს ინვესტიციები, რა ვიცი მე. ასე იქცევია. არაბულ ინვესტიციებზე რა ამოყავთ, ნახე ტრაქტორი. რა დავაშ ვის დაუთავეთ? ვის? შეხედე ამოყავთ ტრაქტორი. ვის უნდა მე ვიხვალ. მოიცადე ერთი წუთი ვის რა ბოდიში უნდა მოუხადო. ამოყავთ ტრაქტორი გაყავთ ეხა რა. ეხა უნდა დარეკო გარემოს დაცვაში. ასე. ხო, გარემოს დაცვაში უნდა დარეკო ეხა, მაგრამ რა აზრი რა. აი რა. ესენი გეძეება რა. ციცაბოზე დაგექიდე. რა თუნდაც ციცაბო არ ჩანს მამია, რა ციცაბოზე უნდა დადგე. არ გადავარდი. დედა იყენე. აგე რა მოიყვანეს ტრაქტორი და გადიან. ავალზევით დაიწყება ისევე რა პრობლემა არის. ეს არის სამართალი, ეს არის ხალხსებრობა. ეს ადგილები არის რომელი სოფლის დახმარების იმაში შევდივართ. რომელ დახმარებაზე საუბარი ეს ადგილები არის. რაზე მახტობთ ხალხო, რაზე მკლავთ, რაზე მიკლავთ მომავალ თაობას. ერთი გეტის ეს ადგილები ეხა რასაც უყურებთ, ხო? არის ესე იგი ტყესაც ვერ დავარქვევ, რავი. ხო რა. რეკრეაციული ზონა თუ ქვია ამას, თუ გადარჩა, რავი, რეკრეაციული, რომელი რეკრეაციაზეა საუბარი? ხო, რეკრეაციული ზონა არის წესით. ხო, ამას უნდა სტატუსების მიცემა. კაცმა თავის ეზოში ტოტი რომ მოჭრას, იმას არ სტატუსს აძლევენ, არაფერს დაადებენ ბორკილებს დაადებენ ბორკილებს და მიყავთ და იჭერენ ჩეულებრივად და ამაზე ხმას არავინ არ იღებს. სტატუსი უნდა მიენიჭოს და თან ეს ადგილები არის გაფორმებული რამოდენიმე ადამიანს გადაუფორმებს ვითომ ეს გამარტივებული წესით რო იყო მიწების რეგისტრაცია პირადად ჩემზე ვიტყვი მე რაც ქონა იმის ნახევარი ჩამომაჭრეს პირიქით რაიონში ვირასკიდის ვინ ჰექტარობით დაურეგისტრირეს ადგილები იმ ადამიანებს ვინც მიცევდათ უფლებას რომ ამოეღოთ ეს მარგანეცი და ხელი მოეთფოთ. ხო და რა ვიცი როგორ აძლევენ ამის უფლებებს არ ვიცი. სრული. აი ზუსტად 15 წუთია ჩამოსული ვარ და მე რამდენი მანქანა გადის ეს მარგანეცი არ ვიცი. რომელიც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ღია წესით მარგანეცის მოპოვება. რომელიც აავადყოფებს ადამიანებს ოკუპაციების რაოდენობა იზრდება ჩვეულებრივად და აროჩი რა აგერა არ ჩერდები რა უნდა ვქნე ხა თოფით ამათ ვერ დაუდგები წინ და ბომს მიამათ ვერ ვესვი ხელწერილები კი შევაგროვეთ და სხვა რა უნდა გავაკეთოთ ვის მიმართოთ და რა გავაკეთოთ არ ვიცი გარემოსდაციდან არც პასუხი არც რატომ უნდა დამანგრიოს ვიღაცამ აქ აღებული ის მილიონებს შეულობს და მე ჩემ სახლი დაკარი რატომ უნდა დაინგრეს ან ვინ ამიშენებს იმას ან სად გადამასახლებენ და ან მინდა თუ არა ამას მეკითხებიან ამაშიდაც მაკრონი და ჰერჩილკი ხوار არიან ამის წილში ერთი გამარკვიეთ საფრანგეთის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენ და რამე აი ჩვენ ვილაპარო ვისაუბროთ ამ მიხარი საპირისპირო დამიფკიცეთ ხალხო ეს თუ საჭიროება არ არის შობი მოგონილი და წმეს ხევი რო გადაიკეთება ახალო როგორ ქვია რა ქვია ამას რა ქვია მოქმედება არაფერს აღარ ტოვებენ რა ქვია ამას აბა გამერჩით პასუხი არავისი არ არისო და მიადგენ და იღებენ ჩვეულებრივად. ზონა მეტი რა გინდა. რას ნიშნავს არავისი არ არის? ეს ხალხი ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? რო ვცხოვრობთ, რატო ვცხოვრობთ ხო? საუკუნეები რატო ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა ესე რო ამოიღოთ იმათ და გაეტანათ ესე ხო არის ხო? ესე ხო არ შეიძლება ხო? და სამადლოდ გაზია რა, წყალია რა, ის არა, ეს არა და და გაჭირო ჯოჯო. რა თვითონ გაზი და წყალი და გზა თუ დამანგრიეს ყარავი დავდგა იქ. ჯოჯოხეთში ჩაყარა ეს არის ფაქტი. ფაქტი. რომელი გაზი წყალი და გზაზია საუბარი. ნახეთ რა. აჰა, ნახე გადის და კიდე შემოდიან. რომელი 21 საუკუნის ჯალალედინი. ამას ქვია ჯალალედინი. ვინც გინდა იყოს. ვინ იღებს აქედან? ერთი კაცით რომ იყო არ დაგთო მამას.
ეს გამორიცხული. სოფელი არის წინააღმდეგი, მაგრამ დამეკითხოს კიდე და სოფელი არის წინააღმდეგი, მაგრამ ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ მუშაობენ და ლუკმაპური არ უნდათ რომ დაკარგონ რა. და ხელწერილით კი დაადასტურეს თავიანთი მზაობა და წინააღმდეგობა ამ ზედაპირული მოპოვების წინაშე და მეტი რა უნდა ვქოთ არ ვიცი. ხება რომელიმე რაიონს და რომელიმე ქვეყანაში დამიკითხოს. საკითხრო კი ბატონო დამიკითხეს ამ ხუთეს უგინა. მოჩა. რა ვიცი, რა ქვია ამას არ ვიცი. სული იმით. ანუ ჭიათურა არის უბედურების ზონა ისედაც არის და იქნება, მაგრამ სულ სხვა განზომილებაა, სადაც არც გარემოს დაცვა მუშაობს. ეს კაროჩე და აგერ ამის გულისის ხმას არიღებს კაციშვილი. აგერა. რა ვიცი. რა შეიძლება რომ დავამატო, არ ვიცი რა. გულზარის ბატონო. გამარჯობა. სიმძალს ზამშვიდობისა. ჭიათურა ჩვენი სიამაყეა, აგერ არის რა. აფიქსირე რამდენი ზინდა. დროებით შეაჩერეს ახლა ეს მაგრამ. რა ვიცი. ესეთი მდგომარეობა არის რა. კი ბატონო, რომელიც წესი და კანონი არის ეს ყველაფერი. დამიკითხოთ საპირისპირო გავლი კი ბატონო, პასუხს ვაგებთ. ნუ კი. ატვისენ. რა უნდა დაამტკიცო მაგერა. აგერ ხალხს საძოვრებს არ ურეგისტრირებენ და სამამაპაპისეულ მიწებს არ ურეგისტრირებენ. მაფია ტრიალებს შოულებრივად ურეგისტრირებენ ისეთ ადამიანებს, ისეთ პიროვნებებს ურეგისტრირებენ, ვინც უშუალო კავშირში არის და უშუალოდ ვისაც ეხება რომ მოვიდნენ და ვინც ამოაღებიებენ ამ მარგანეთს ხელის მომწერი ვინც არის ისეთ ხალხს ურეგისტრირებენ რა. ადგილებს საუკუნის ძალალეძის ვარფემ ამ ყველაფერს. ის მოქმედებს ერთი. ხო აგერ რა აჩერდებიან. ერთ პარლამენტი ვერ რა წინმე ვერ დაუდგები გადამივლისო დაუდგე. რითი გავაჩერო არ ვიცი. აჰა. დავადა. მოსრებაზი არიან და მე რამდენი რეისი აკეთებენ დღეს კაცმა არის. ხო. მოდის შემოწმა ერთი ჯანდაცვის მინისტრმა აქ მდგომარეობა რა მდგომარეობა რომელ ჯანდაცვის მინისტრზეა საუბარი? გამეიყვანეს თქვენი ცოლშვილიც მო აქანა კარგი კალახის და იმისი მწვერისიც აქვს გაბაზანები და გამეიყვანეს აქანა ასეინეთ კაცო. ასეინეთ კაცო. ვინ გისლით? სამოდით გზაყვაში გზა არ დაგეხარჯებათ და მე პატის გსემთ. გამეიყვანეს თქვენი ოჯახები და ცოლშვილი და აგრა ასეინეთ აქანა მწვერს და უბედურობა. აგერა. ამენახე. ალახი აღარ ხარო, სამათ მოთხილ მონაგაებულ ყველაფერი ნახეთ, უდაბონოთ ქცეული. აჰა. ჩემი რაიონი. მე რამდენი რეისი? ამენახე. მას არიღებს არავინ. მიდი შეულებრივად დაშინებები. სამსახურიდან გაგაგდებ. იმის ნათესავია, იმის ბიძაშვილია. დროხარა კაცი არ დაიღუპა იქ. არ დაიღუპა. აი თხილში ჩავარდა და ვეღარ ამოვიდა, მოგდა, არ დაიცოლა. ახალგაზრდა ბიჭი. ესეთი მდგომარეობა და რა ვიცი აბა. აფიქსირე მამია რამდენი ზინდა. ეს არის სული განუკითხაობა და უსამართლობა და უკანონობა რა. ეხასმოდ გადარებული მანქანა ნახე გამონაბოლქი. ხოლმა მიხელმა საძველაზებ ნახოს ეს წერი თუ უხდებათ. აო გამონაბოლქი რამდენი ზინდა და რა გინდა აგერ არის. ჩემს რატო უნდა ვასუთქო ვიღაცის მილიონების ხარჯზე. ხო ესენი მიდიან და ვის ხარჯზე კაზინოში აგებენ ამ ფულს. ვანთლი ვერ ვამიწყეთი ეზოში. ამას რათ უნდა დიპსტეიტი, ომის პარტია, ნაციონალები და ველახე. ორკი და მორკი რათ უნდა ამას, ხო? მაკრონი და ისაც, მაკრონი კიდე. რათ უნდა ამ ყველაფერს? ერთიშკი ამათუ მაშე რა ქვია. ანისი მაშე მოქმედებაში. ამ ხალხს ვასულელებს და აგიჟებთ ამ ხალხს. წილი აქვს ამას კიდე. ხო. ვინ არის ეს 60 ჯალალედინის? ვარდა სახელი ვერ გავცა, პარლამენტის წევრი იყო. კუზინაძე, პატა. დაუსი კითხვა და ვერ გავცა პასუხი. ვინ არის ეს 60 ეს აოხრა თელი რაიონი ახლა. აგე მე რამდენი რეისი ამოდის, რა ვიცი რა. ახლა ექფეს ასტრები. ვილაცილებული ტექნიკა 200-300 ისე ისი. ესკალატორები
მოკლედ კი მოგაწყინეთ თავი და შეგაწყინეთ თავი, მაგრამ ჩვენი სატკივარი და ჩვენი სათქმელი რავი გადმოვეცით. იმისი არ იყოს განცხადება დაიწერა და მე მაგ პიროვნებაში კონკრეტულ დანაშაულსო ვერ ხედავ. პასუხი იყო ასეთი პროკურატურიდან, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, იმაზე იძახის, რომ თურმე კონკრეტულ პიროვნებაში ვერ ხედავს და გაყალბება რას ხო, ვერ ხედავს დანაშაულს, რა ვიცი. რატო ვერ ხედავთ აქ? დანაშაული არ არის. აქ რატო ვიბრმავებთ თავს? აქ ყველა რა ხდება ერთი ჩვენ თავს მაინტერესებს. დანაშაული კი არ არის. ესი, ჩემ შვილიშვილებს ლუხდება. შენ შვილიშვილებს ერთი წუთი დაანებე თავი. აქ შენი შვილიშვილების გარდა ხალხი ცხოვრობს, კაცო, აქ და არსებობს ხალხი და ჩვენამდენად ცხოვრობდნენ და აცის უნდა იცხოვრონ, მაგრამ აქ ვინ რა ვიცი, რას გააკეთებენ. რაფია ან გაღმა ან გამოგმა. ნახე რა. ხო, რა თუ ნამა შენი და სხვისი შვილიშვილები. აღარ მაქვს ნევრების აღარ აქვს. ხო, დაგვაწყვეტეს ნევრებია, მაიმ. ადამიანებზე ვიზედაც იცახოდე რომ ფული აქ აღებულიო და გაჩუნდენო ის ხალხი წინააღმდეგი არიან და კაცი იგინება რომ რა ფულის ამღების ასე და ისე და არავის არაფერი არ აუღია და შეუთითხნეს ესე ვთქვათ და შეაშინეს, დააშინეს და ვის რა პროვოკაციებს უგდებენ და ვის რას ეუნებიან და ვიზე რაჭორებს ავრცელებენ თვითონაც არიციან რა. მოკლედ მთელი სოფელი წინააღმდეგია გამოსულით. ხო და აგე მთელი სოფელი წინააღმდეგია გამოსული არავინ არ არის, იმიტომ რომ დააშინეს ხალხი, იმიტომ რომ აქ მუშაობს, ზოგი მაღაროზე მუშაობს, ზოგი ყარაულად მუშაობს, ზოგი სად მუშაობს და მიდი შეულებრივად დაშინებები ხალხის და ვერ გამოდის რა. ვერ ამბობს ვერავინ პირადად კიდე გეუნება და წერილობით გიდასტურებს და მეტი რა უნდა ვქნათ არ ვიცი რა. რა აზრი აქვს ამ იმას? რავი. ვის უნდა მიმართო? აზრი არ აქვს არა. აგერ არის ფაქტის სახეზე. მეტი დანაშაული რა უნდა იყოს და მეტი სისხლის სამართლის დანაშაული რა. აზროვნება ვითხოვთ თანადგომ რეაგირება გარემოსდაცვა მოვიდეს. სუს მიმართა ყველა ორგანო. ისუს უნდა მიმართო და გაარკვიონ რა ხდება ჭიათურის რაიონში. ვინ ხვეწავს ამას, ვინ ამგრებს, ვინ აუბედურებს რაიონს და სოფელს ნახეთ. აი ნახეთ, მოდი საგერა გედეიგმერია ხოლმე. მე რამდენი მოდის უკვე აზრი არა. აი ნახე მწვერი, უბედურება ნახე. დაავადებულია ხალხი. ნახევარზე მეტი ონკოპაციენტია და ონკოავადმყოფია და რა ვიცი. რამდენიმე ხანი ვერ მოახერხე ჩამოსვლა და მოადგენ და ამოიღეს, იღებენ და. რა ცოტა ხანში სახლებში და შემოგივლენ ალბათ. ნახე, ახალ-ახალი კამაზები, მაზები, ექსკავატორები, ახალ-ახალი. ეს ახალ-ახალი ესკავატორები ერთი მანქანა ისტურებს მაგის ფულს რა, ერთი მანქანა მარგანეცს. ტვალები წინა რა. ნახე. ნახეთ მოქმედება. აბატონო, მოვაგე რა, მალე. ამოვაგა ნახეთ ეს წვერი. თუ ინეს უხდება და ფარესანთებს მომერიდეთ თუ დალნებს ანთებს იქენა. ასეთი მდგომარეობაა და რა ვიცი, უმეტესი სოფლები აღებულია პირიდან მიწიდან, რავი. ამოტრიალებულია ნასკივით. ეს დარჩა ახლა ამას მოადგენ და რა ვიცი. სოფლის დაქცევის და უბედურების იმაში ვართ, გრაფიკში ჩვენ და რა დახმარება და იმაში. ო. ასეთი მდგომარეობა არის. მოვაქციეთ ყურადღება ვინმე, რა ვიცი, რომ ისევალება. გარემოს დაცვა მოვიდეს ახლა ეს დააჯარიმოს რამდენიღაცა მილიონით ამათვის ჯერ ისედაც არაფერია, მე ეს მილიონი სად მიდის კონკრეტულად ის ჯიბეში მიდის, სად მიდის, ვირას აკეთებს კაცმა არის. ვინ ყიდის, ვირას ანულებს, ვირას აკეთებს. მე ჩალიჩობს, შენცი ჩალიჩ, ესე ჩალიჩ აქ კანონი კი არ არის. ო. კანონი არ არის ჭეშურის რაიონში, აქ მაფია მამაძაღლობს. ო, ჩალიჩობენ რა, რავი, ჩალიჩეს ხალხმა და აგერ აკეთებენ. ნახეთ, აი ჩალიჩი როგორ მიდის, ნახეთ. ნახეთ ახლა აბაზანებს მივიღებთ ახლა, აგერ. ამოვა. წელს დიდი ზამთარი იქნება ეს ადგილი საწავა კიდე აქ ღელე გადის საწავა გასმა. ვინ დათვალა? ჯერეთი ან სარგებელი ან წაგება, ვინ დათვალა ან მოგება. და ხომ რომ ტრაქტება? რამდენიმე ბიჭი იდგენ იქ იცავდნენ. ამოიღეს ხმა და დაიჭირეს ისინი გაროჩე რა. ვინც ხმა ამოიღო, ყველა დაიჭირეს. შეხედეთ მდგომარეობას. მე რა ვიცი, არც მეშინი, არც შეუშინდები. ნახოთ. აი ეს არის მდგომარეობა ესეთი.
დავარი აბა ძალიან კრიტიკული და სავალალო მდგომარეობა არის. და უბედურობა აბა ნახე. დაგრუზული. ვინ დათვალა ეს? რომელმა უცხება პაპა რა გევიდა, რა ჩამევიდა, ვინ წაკიდა, ვინ მეიქო, ვინ წააგო. ვიქარი, ვინ შემოწვა, ხაერი ან უბედურობა. ან ნახე. ნახე რა კარგია. ასეთი მდგომარეობა არის რა. აი უყურე. აი უყურე. კიდევ ერთხელ თუ საზოგადოებას კიდევ შეჩენია რამე და თუ არსებობს საზოგადოება ახლა თბილისიდან აქ ვერ ჩამოგიდოდა წყალტუბოდა ნაგერ ვერ დაგიდგებიან და ვისაც შევალება ხმას არ იღებს არავინ არის გაყურსული და ეს არის აი საზოგადოებას რა უნდა მოთხოვა ჩემთვის ეს უბედურება მაგ არა პირბადის გულისთვის იჭერენ ხალხს და სახეს ალეწავენ ჩემთვის ეს უბედურება ხმას არავინ იღებს და რა უბედურება გინა ხალხ ხო 170 მეტროში თორო ბაკიდან კაცო აი რა ეგ არის ჩემი სახე ხრიან ძირს შეულებრივად. ახლა ვერ მამიწვია საქმე და უდელი ვერ შემიწამია წევანი. დავაკერხელე. ეგრეს გაგიგია თეკა. ასეთი მდგომარეობაა მოკლედ, რავი. თუ იმეს თავი მოგაწყინეთ, ბუდიშ მოგიხდით, მაგრამ რავი ესეთი სიტუაცია არის. მოკლედ სრულიად უკანონობა არის რა, განუკითხაობა არის. მე არ დავწმო. ერთი კაცი არ სრულიად განუკითხაობა არის, შეულებრივი რა. არავის არაფერი არ ვის ვინ რას აკეთებს ვის გააქვს ვის შემოაქვს და ვინ რასდებს კაცმა არის მაგ კიდე გამოაქვს ნახეთ ზუზე 1:15-20 წუთია რას ვგევართ და აბა ნახეთ რამდენი მანქანა გაიტანეს უკვე ნახეთ ვინ დათვალა ვინ ათვალა ვინ რა მიიწადა ბიუჯეტი ვის რა მიცეს ვის რა არგეს კარგი დაგემშვიდობებით ყველას და რა ვიცი აბა ნახეთ ახლა ბედნიერ შემოდგომას და ბედნიერ ზამთარს ვისურვებ. წუთის ინტერვაში მეორე სოფელი ზოდის მაცხოვრებლებს კი უსურვებ გადარჩენას, რა ვიცი. წუთის ინტერვაში მეორე მოის დაგრუზული აგე. ისურვებთ გადარჩენას და ჯანმრთელ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას და რა იმედია ვინმე პატრიოტი გამოჩნდება ისეთი რომ ქვეყანას ჩაუდგება სათავეში და დააკორექტირებს ყველაფერს როგორც წესი და რიგია და მიექცევა ყველაფერს ყურადღება რა ვიცი. ამის იმედი მაქვს მე რა იმედი დიდათ რა ვიცი არა მაგრამ ღმერთი გადმოხედავს რა ეს ხო არ არის აბა ბომბები აბა ტყვიები ცვიოდესო აბა ომი გინდათო აბა ტყვიები ცვიოდესო აბა ტყვიაზე მეტი არ არის თუ დაგანგრევს და სახკარს არ დაგიტოვებს და არ გაცოცხლებს და დაგავადმყოფებს და რა ვიცი აბა ეს მაგას არ ჯობია პირდაპირ აიღოს და გესროლოს ესეთი მდგომარეობა კარგი თავს აღარ მოგაწყენთ და ყველას ბედნიერ შემოდგომას და ბედნიერ ზამთარს გისურვებ. ხო მე რამდენი უკვე ავია მეორე კი არა. აგერ მოდი. სულ წყვილად მოდია. აგერ აგრიცხა ვინმე მაგრიცხა ვინმე დეინა. ო რავი ზიანი იქნებიჩენ ალბათ. იმაში სახელმწიფოში და ვირას აზარალეს ვირას. სახელმწიფოში რაც შედის თუ არა ქვეყანას ხმარდება ეხა რაც შედის რა. კარგი დაგემშვიდობებით დროებით. გამთელობას გისურვებ და გამძლეობას უსურვებ სოფელ ზოდის მოსახლეობას და უსურვებ რომ ამოიღოს ხმა ხალხმა ნურავის ნურაფრის ნუ შეეშინდება და ყველა თქვა სათქმელი რაც არის რეალობა ჩახედოს თვალებში არამდე თუფალი ღმერთი ხო სანამ გვიან არ არის და ბოლო გვიან რო იქნება უმეტესი სოფლები განადგურებულია ხალხი აღარ ცხოვრობს ფაქტიურად რავი რატო უნდა მოსპოთ ეს გარემო და დავაზიანოთ და გავანადგუროთ არ ვიცი არ მესმის წარმატებებს გისურვებთ